ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით გელაშვილის ხელმძღვანელობით მიშა შელიას ბრალდების საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. მას 12 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხებოდა ოქტომბრის თვეში მოხდა მკვლელობას, რომელიც დარჩელში მოხდა. არსებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა შელიამ ფულის გამოძალვის მიზნით ტაქსის მძღოლი გოდერძის შამუგია მოკლა. გამოცხადებულ განაჩენს დაზარალებული მხარის პროტესტი მოყვა. მათ გზა გადაკეტეს და საბადრაგო სამსახურ პატემის გადაყვანის საშუალება არ მისცეს. ვაპროტესტებთ იმას, რომ დღეს უმკაცრესი, უმძიმესი სასჯელით უნდა წასულიყო შელია. ეს არ არის უმძიმესი და არც არაფერი. ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი დღევანდელი დღით. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ საქმეს. 18 წელი ხო ახსენეს? რატო არ მიუსაჯეს 18 წელი? რატო გაუკეთეს 12 წელზე დატოვეს 12 წელი და 8 თვე? ეს არაფერი არ არის. ეს არაფერი არ არის. ვითხოვთ უმკაცრეს სასჯელს, აი რაც იყო ნათქვამი 18 წელი, აი ეს 18 წელი მაინც რომ მიუსაჯოთ. ესეც არაფერია ჩვენთვის. ამით გოდერძის არაფერი არ ეშველება, მაგრამ მაინც მოგვიანებით საპატრულო პოლიციის დახმარებით მოხერხდა მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელ ახსულების დაწესებულებაში. გარდაცვლილის ოჯახი გამოცხადებული განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.